მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოდი გავიგოთ დღევანდელი საჯარო გაშლით, თუ რისთვის შემოვიდა ეს კონკრეტული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რატომ შეგახვედრეს ვარსკვლავებმა ერთმანეთს და რა მოაქვს ამ ადამიანს თქვენთვის, ღია გულით მოусმინეთ ამ გაშლას, რაც რეზონირდება მიიღეთ და რაც არ რეზონირდება უბრალოდ გაუშვით. გახსოვდეთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა. პირადი კონსულტაციისთვის მომმართეთ პირადში. მე ბედნიერებას გისურვებთ, გჯეროდეთ პირველ რიგში საკუთარი თავის. ეს არის ყველაზე მთავარი. ახლა კი ვნახოთ, რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ვაუ, ეს ადამიანი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში სწორედ იმისათვის, რომ თქვენ გეპოვათ თქვენი თავი. გაგეცნოთ თქვენი თავი სხვა კუთხით. თქვენი სურვილები, თქვენი გემოვნება, თქვენი მისწრაფებები, იცით, თავდაჯერებულობა, რომ შეგმატებოდათ, რომ გაგეთვითცნობიერებინათ ის, თუ რამდენად დიდი ძალა გაქვთ გარშემო მყოფებზე, რამდენად დიდი ძალა გაქვთ გარშემო ადამიანებზე, თუნდაც საპირისპირო სქესზე. პირდაპირ მნიშვნელობით თქვენს ცხოვრებაში უნდა შემოსულიყო ეს ადამიანი. თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით ამ ადამიანს, რომელიც გააღვიძებდა ემოციებს. მიაჩვიეთ თქვენ ცივ გონებას და მართული ხართ მხოლოდ გონებით, მაგრამ უზენაესმად ყოლად არ მისცა ადამიანს გონება და გული. საჭირო არის ამის სინთეზი. სწორედ თქვენი მენტალური აზროვნება, თქვენი მიდგომა სამყაროს მიმართ, თქვენი აღქმა, თქვენი გეგმები, პრიორიტეტები, შინაგანი მორალი, მსოფლმხედველობა უნდა შეცვლილიყო. სწორედ ემოციების გაღვიძების კუთხით მოვიდა ეს ადამიანი. ეს ადამიანი არის თქვენთვის გაკვეთილი. არის გაკვეთილი გამოცდილება და სარკე იმისა. უნდა ჩაიხედოთ და უნდა მიხვდეთ, თუ რა მოგწონთ, რა გიყვართ. უნდა შეიცნოთ პირველ რიგში საკუთარი თავი. კი ბატონო, ეს ადამიანი თქვენ გიხსნით საზღვრებს. ეს ამ ადამიანს თქვენ გამოყავხართ ჩარჩოებიდან, შეზღუდვებიდან. პირდაპირ კუთხით ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ ეს ადამიანი თქვენ გაძლევთ მიმართულებას მაღალ ძალებთან სამყაროსთან ერთად. თუ სად უნდა წახვიდეთ? თუ რამდენად უნდა შეიცვალოთ? რამდენად უნდა გაიცნოთ თქვენი საკუთარი თავი? რამდენად უნდა გამოხვიდეთ იმ იზოლაციიდან, იმ გალიიდან, სადაც თქვენ თავადვე ჩასვით საკუთარი თავი. უნდა მისცეთ თქვენს თავს უფლება შეიგრძნოთ. დატკბეთ ცხოვრებით, დატკბეთ ურთიერთობით. კი ბატონო, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი არის ცდუნება. ეს ადამიანი არის ცდუნება. რადგანაც გრძნობისთვის არის მოსული. გაიძულებთ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, გაიძულებთ იფიქროთ, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც აქამდე თქვენთვის არაბუნებრივი იყო, მიუღებელი იყო, გესმით? თანდათან თქვენ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. გზები გეხსნებათ, საკუთარ თავს ბევრად უკეთ შეიცნობთ, საკუთარ სურვილებს, საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს. გესმით? ანუ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ნუ გეშინიათ. ვარსკვლავებმა ეს ადამიანი თქვენთან იმიტომ მოიყვანეს, რომ თქვენ დაძლიოთ საკუთარი შიშები, კომპლექსები, შეიცნოთ საკუთარი თავი. სამართლიანობის პრინციპით ეს ადამიანი დაგეხმარებათ თქვენ გაძლიერდეთ. დაგეხმარებათ იყოთ ბალანსში. დაამარცხოთ თქვენი შინაგანი დემონები და გამოხვიდეთ გამარჯვებული. გამარჯვებული და ღია ურთიერთობებისთვის. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და ირგვლივმყოფი ადამიანებისთვის. მზად იყოთ სიყვარულისთვის, მზად იყოთ ვნებისთვის, მზად იყოთ ემოციებისთვის. რაღაც ელოდებით, ყველა შანსი გაქვთ. მე კი ბედნიერებას გისურვებთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის. ამ ქვეყანაზე შემთხვევითი არაფერია.